მინდა დავიწყო საუბარი გიორგი რუხაძესთან, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის თანადამფუძნებელთან. გიორგი, ფიშერის გაწვევა დიპლომატიურ ენაზე პროტესტის და უკმაყოფილების გამოხატვის ერთ-ერთი უკიდურესი ფორმა არის, თუმცა ამის იქით უკიდურესი ნაბიჯებიც არსებობს სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებში. ჩემი კითხვა ასეთი ფორმულირებით მინდა რომ შემოგთავაზო, რამდენიმე ვერსია შეიძლება მოუვიდეს თავში კაცს, ხო? მაგალითად როცა ხარ მთავრობა და ხელისუფლება და იცი რომ ორშაბათს მინისტერიალზე ერთ-ერთი მთავარ საკითხად საქართველოს თემა არის უკვე გატანილი, ასე არ უნდა იქცეოდე როგორც თუნდაც დღეს, ანუ კვირა დღეს მოიქეცი, როდესაც ამდენი ადამიანი დააკავე, მათ შორის ახლა ჟურნალისტი, ტელეწამყვანი, მე პროფესიების მიხედვით ადამიანების გრადაციას არ ვახდენ, უბრალოდ ნებისმიერი ფაქტის რეზონანსი განსხვავებულია კონკრეტულ კონტექსტში, ის რომ ახოსანაიას იჭერ, იცი რომ ამას რამდენჯერმე უფრო დიდი რეზონანსი მოყვება საერთაშორისო მასშტაბითაც ბოლოს და ბოლოს სოლიდარობის ხარისხი მედია კონგლომერატში მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ძლიერია და პირველ რიგში მადლობა ამისთვის ჩვენს კოლეგებს, ჟურნალისტებს, ყველა ორგანიზაციას, ყველა რიგი ჟურნალისტს, რომელმაც გამოგვიცხადა თანადგომა ფორმულას ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თუმცა ჩვენ ყველანი ერთ მდგომარეობაში ვართ. რა ხდება, რატო იქცევა ასე ხელისუფლება? ეს არის უბრალოდ ბოლო ფაზაში გადასული ავტორიტარული რეჟიმების მახასიათებელი, როცა აი ამ სპირალში შედის და მერე შეცდომებზე უშვებს, რაც ძვირი გვიждდება ყველას. თუ ამას სპეციალურად აკეთებენ იმისთვის, რომ თუნდაც ხვალინდელი ევროკავშირის მინისტერიალისტვის შექმნა იმდენად მძიმე განწყობა, რომ საქართველოს იზოლაციის პროცესი კიდევ უფრო მეტად დააჩქარონ. მოგესალმები გიორგი, ტელემაყურებელს მივესალმები. პირველ რიგში მინდა ჩემი სოლიდარობა გამოგცხადო ვახოსანაიასაც და ყველა დღეს დაკავებულს, ისევე როგორც საერთოდ ყველა პოლიტპატიმარს ამ ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ, რომ ამით ხელისუფლება ჭყალებში ხელისუფლება თორე ეს რა ხელისუფლება ვერ შეაშინებს ვერავის და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი დამთავრდება ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებით. ხა შენს კითხვას რაც შეეხება, იცით რა, საკმაოდ ხა ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, ბუნებრივია, მაგრამ მე მგონია, რომ ორივე კომპონენტი, რომელიც ახსენეთ, ერთად მუშაობს. კი, რეჟიმმა საკუთარი თავი შეიყვანა იმ დონის ჩიხში, რომლიდანაც მას გამოსავალი არ აქვს და სულ უფრო რადიკალური გადაწყვეტილებების და ნაბიჯი მიღება მოუწევს და ნაბიჯების გადადგმა მოუწევს. მეორეს მხრივ დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილი ფიქრობს, რომ თუ რამე ცუდია მოსახდენი და თუ რამე ბერკეტი აქვს დარჩენილი ევროკავშირს და ზოგადად დასავლურ დემოკრატიას, მას ურჩევნია, რომ ეს ბერკეტები რაც შეიძლება სწრაფად ამოქმედდეს, იმიტომ რომ თავს შედარებით უსაფრთხოდ გრძნობს. და რეალურად ეს გამოიხატება იმაშიც, რომ ასე თავხედურად, ერთი რო ასე თავხედურად აკავებს ამდენ ადამიანს და მეორეს მხრივ პარალელურ რეჟიმში მას გაჩაღებული აქვს შიდა გარჩევები, ხო, სინამდვილეში. ანუ როდესაც ხა პოლიტიკურ რეჟიმს სერიოზული საფრთხეები აქვს გარეთ მხრიდან, ოპოზიციის იქნება ეს თუ საერთაშორისო, ახლა მეორე ფრონტს არ ხსნის საკუთარ პარტიაში და საკუთარ მხარდამჭერებში, ხო, სინამდვილეში. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ივანიშვილი ფიქრობს, რომ ის ბოლო ფაზაში კი არ არის, პირიქით ის ფიქრობს, რომ წინააღმდეგობა თითქმის დამარცხა, ან რაღაც ბოლო ფაზაში გადაიყვანა, ასე ვთქვათ, დამარცხება წინააღმდეგობის და ეხლა დრო არის იმის, რომ ერთის მხრივ შიდა გარჩევებიც და შიდა პარტიული თუ შიდა ასე ვთქვათ რაღაც საქმეებიც მოაგვაროს და იქ ხარიბაშვილი და ლილუაშვილი და დანარჩენები დაიჭიროს და დასაჯოს, თუ კი ასე მიაჩნია და მეორეს მხრივ საერთაშორისო ასე ვთქვათ სანქციები იქნება ეს თუ ზეწოლა თუ სხვა ბერკეტები, რომელიც შეიძლება წამოვიდეს დასავლეთიდან, ჯობია რომ ახლავე წამოვიდეს, რადგან შიდა წინააღმდეგობა თითქოს მაინც უკვე ასე ვთქვათ მილევად მდგომარეობაშია მისი გადასახედიდან. უფრო ეს არის ჩემი აზრით, ოღონდ თან დავაკვირდეთ იმასაც, რომ ეს არ არის მხოლოდ ანუ გერმანიის ელჩის საკითხი, იმიტომ რომ ეს განგრძობადი თემაა სინამდვილეში და უკვე რამოდენიმე თვეა გრძელდება და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეს აღნიშნა, რომ ეს უკვე თვეებია
გაგრძელდება და კი, მოთმინება კიდევ დიდხანს გამოიჩინეს. და ერთ წელში გაიწვიეს, იმიტომ რომ რა ქმედებები მოყვება ამას ეგენი განსაზღვრონ, ხო? ეს ერთი, მაგრამ მეორე მხრივ აი დავაკვირდეთ იგივე რაც მოხდა 3 დღის წინ ეუთოს თავმჯდომარის ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ელინე ვალტონენთან მიმართებაში, ხო? ეუთო არის სინამდვილეში ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც ქართულ ოცნებასთან რაღაცა ტიპის ურთიერთობა მაინც აქვს შერჩენილი. ანუ სხვა ორგანიზაციებს ასეთიც არ აქვს და ამ ერთადერთ ორგანიზაციასთან გაიფუჭა კობახიძემ ურთიერთობა იმით, რომ ქალბატონ ხო ასე ვთქვათ შეურაცხყოფა მიაყენა ქალბატონ საგარეო საქმეთა მინისტრს, ხო? ფინეთთან კი არა და აგერ იმის იმედად არიან დარჩენილები, რომ იმ უზარმაზარ ფინანსურ ხვრელს, რომელიც ჩდება მათ შორის დასავლეთთან ურთიერთობის გაფუჭების შედეგად გაერთიანებული ემირატებით და არაბული, ანუ მუსულმანური სამყაროთი ამაოსებენ და ისეთი რაღაცეები თქვა მუჰამედთან დაკავშირებით და ასე შემდეგ, რომ კიდე საკითხია. ამიტომ ამბობ, რომ ერთია რასაკეთებენ შეგნებულო და მეორეა კიდე თავიანთი მართლა შეუგნებლობით მათი პრაგმატული ინტერესები და გამომდინარე. ეხლა რაც საუბრობდა ბატონ ელგუჯა, მანაც ბოლოს მოგვიწოდა ყველა ჩვენგანს რაც შეიძლება მეტი გავაკეთოთ იმისთვის, რომ აი ეს თვით იზოლაციის და ევროპისგან ხელოვნური დისტანცირების მცდელობა არ გადავიდეს იმ ფაზაში, როდესაც ევროპას უბრალოდ სხვა გზა არ დარჩება, რომ კიდევ უფრო მკაცრი ზომები მიიღოს უკვე მთელს ქვეყანასთან მიმართებაში, რადგან სამწუხაროდ დღეს რეჟიმი წარმოადგენს ამ ქვეყანას. აღარ გვინდა იმაზე ლაპარაკი, რომ უპრეცედენტო სიტუაცია, რა ვიცი, ედუარდ შევარდნაძე ალბათ სალფავში ტრიალებს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ყველა თაობის გამოჩენილი წარმომადგენელი ცდილობდა იმას, რომ საქართველოს ევროპულობა შემდგარი ფაქტი გამختارიყო კულტურულადაც და პოლიტიკურადაც თავად ევროპელებისთვის, ამას მივახციეს და ახლა მცდელობა პირიქით არის მიმართული, რომ ჩვენ რაღაც ველურ ხალხთა საზოგადოებად სახელმწიფო დააღვიქვან. რა უნდა გავაკეთოთ იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც ახლა ხდება საქართველოში, იმისთვის, რომ ეს სავალალო შედეგი საბოლოოდ არ დადგეს. კი, სავალალო შედეგი დადგება თუ ივანიშვილი შეინარჩუნებს ხელისუფლებას და ეს დიქტატურის უსწრაფესი კონსოლიდაცია, რომელსაც ახლა ჩვენ უყურებთ, აი ამ ტემპით გაგრძელდება. ბუნებრივია ასეთ შემთხვევაში ევროპას და დემოკრატიულ სამყაროს სხვა გზა არ ექნება, გარდა იმისა, რომ საქართველოს მოექცეს როგორც ახალ ბელარუსს კავკასიაში. ხო, ეს ყველაფერი თავიდან რომ ავიცილოთ, პირველ რიგში ვითარება უნდა შევაფასოთ რეალისტურად, რაც ახლა დღეს საქართველოში ხდება და სამწუხაროდ ახლა საქმე გვაქვს ანუ ტოტალური რეპრესიების ხანის დასაწყისთან, იქიდან გამომდინარე, რომ რეჟიმმა ასე ვთქვათ 4 ოქტომბერი დაინახა როგორც მომენტუმად, ანუ მათ წყალებში შეაფასა როგორც საკუთარ გამარჯვებად და მიაჩნია, რომ ახლა აი ამ გამარჯვების ფონზე მაქსიმალურად კაპიტალიზაცია უნდა მოახდინოს ამ ყველაფერზე და იწყებს პოლიტიკური პარტიების აკრძალვას და ხედავთ ჩვენ ინდივიდებისთვის პოლიტიკური აქტივობის აკრძალვას, თავისუფალი მედიასა და არასამთავრობო სექტორისთვის, ასე ვთქვათ, მოგუდვას და ჩახშობას შესაძლებლობების, საუნივერსიტეტო სფეროს მიადგა იქით, ხო, რეალურად ეს იქნება პროცესი, როდესაც ივანიშვილი არ დატოვებს არც ერთ სფეროს რეპრესიის გარეშე და ეს ყველაფერი მხოლოდ მაშინ დამთავრდება, თუ ან მიაღწევს და ჩაახშობს წინააღმდეგობას ყველგან, ან მოიტეხავს კისერს სადღაც, ვერ ჩაახშობს აი ამ წინააღმდეგობას და რაღაც მომენტში დაიხევს უკან. ხო, ამ ყველაფერს ტოტალურ რეპრესიას, ჩემი აზრით, ერთადერთი რამე, რაც შეიძლება დაუპირისპიროს საზოგადოებამ, ეს არის ტოტალური წინააღმდეგობის ფრონტი, რომელიც აი რა იგულისხმება ამაში, ტოტალური წინააღმდეგობა ნიშნავს საყოველთაოს, საყოველთაო გასაგებად. მაგრამ ამ საყოველთაობის განწყობას, რომელიც აშკარად სახეზეა, მათ შორის გასული წლის არჩევნებში გამოიხატა კიდეც, მაგრამ ვერ აისახა შედეგში. ამის შემდეგ უზარმაზარი თვით საქართველოს უახლესი ისტორიისთვისაც კი უპრეცედენტო მასშტაბის უზარმაზარი აქციები. ესეც პოლიტიკურ კაპიტალიზაციამდე ვერ მივიდა. სტრუქტურულად, როგორ წარმოგიდგენიათ ეს ყველაფერი და რა უშლის ხელს, რომ ეს დასტრუქტურდეს? დავიწყებ ამის ახსნას. პირველი, ანუ ეს
რაღაც 5 საყრდენს უნდა დაეყრდნოს, ანუ იმ თავისუფლების კუნძულებს, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს საქართველოში. რომელი ესე? ეს არის პოლიტიკური პარტიები, მიუხედავად იმისა, ვის აკრძალავენ, ვის არ აკრძალავენ და ასე შემდეგ, აქ კი კვლავობას ჩემი აზრით. აქ მარტივად თქვა, ვისაც მიაჩნია საკუთარი თავი პოლიტიკური პარტიაც, ასე თქვა, ვისაც აქვს ამის პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, ის პარტიები. მეორე საყრდენი ეს არის კრიტიკული მედია და საზოგადოებრივი სექტორი, რომელიც გადარჩებით დაჭერას და შეუძლებთ მაუწყებლობის შენარჩუნებას. მესამე საყრდენი არის პროტესტი და რუსთაველის გამზირი, რომელიც ყველა შემთხვევაში ყველაფრის ფასად შესანარჩუნებელია. როგორც სამოქალაქო პროტესტის, ასე თქვა, ხურვალე კერა. კი, აბსოლუტურად. მეოთხე ეს არის თავისუფალი ბიზნესი, რომელმაც თავიდან საკმაოდ აქტიურად დაიწყო აი ამ პროცესში ჩართვა, მაგრამ შემდეგ გაპასიურდა და ეს აუცილებლად უკან დასაბრუნებელი საკითხია და მეხუთე საყრდენი ეს უნდა იყოს უკვე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და საქართველები, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოს მიღმა. აი ამ ბოლო ორმა კომპონენტმა, მათ შორის ფინანსური რესურსებით მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს აი ამ ერთიანი ფრონტის, ასე ვთქვათ, ფუნქციონირება და ეს ერთიანი ფრონტი უნდა იყოს ყველგან, ყველა შესაძლო მშვიდობიანი საშუალებით, უნდა დაუპირისპირდეს რეჟიმს და სიტუაცია მიიყვანოს იქამდე, რომ რაღაც მომენტში რეჟიმმა ვეღარ შეძლოს ქვეყნის მართვა. ეხლა როგორ? ხო, მთავარი კითხვა ალბათ ეგ არის. რეალურად რეჟიმი ქვეყანას მართავს დღეს მიტაცებული ინსტიტუტების საშუალებით. იმისთვის, რომ ივანიშვილმა ვეღარ მართოს ქვეყანა, ამისათვის საჭიროა, რომ ამ ინსტიტუტებმა ვეღარ იფუნქციონიროს ჯეროვნად. შესაბამისად, მთავარი დარტყმის, ასე ვთქვათ, სამიზნეები, ტოტალური, ასე ვთქვათ, აი ამ წინააღმდეგობის უნდა იყოს ის მიტაცებული სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლების საშუალებითაც ივანიშვილი აი ამ რეპრესიებს ახორციელებს. ორი რამე ჭირდება ინსტიტუტის ფუნქციონირებას. ეს არის ადამიანი და ფული. შესაბამისად, ის ადამიანები, ვინც ემსახურებიან რეჟიმს, უნდა გახდეს წინააღმდეგობის მოძრაობის სამიზნე, კარგი გაგებით, მათზე უნდა გახორციელდეს წნეხი, მათი გარიყვა და გაწნეხვა უნდა მოხდეს სოციალური ქსოვილიდან მანამ სანამ ისინი არ მივლენ იმ დასკვნამდე, რომ ივანიშვილის მსახურებას ჯობია, რომ ჭალებში თუ გინდა ცოტა ხანს შეერი დარჩეს, ჯობია რომ ცოტა ხანს შეერი დარჩეს, ვიდრე ივანიშვილის რეჟიმს ემსახუროს, ეს ერთი და მეორე, ფული წინააღმდეგობის მოძრაობამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ რაც შეიძლება ნაკლები ფული შევიდეს ბიუჯეტში, იმისთვის რომ შემდეგ მან ვეღარ მოახერხოს ამ ბიუჯეტიდან ამ მიტაცებული ინსტიტუტების მართვა და ასე ვთქვათ დაფინანსება. ეს არის ზოგადი სქემა, ჩემი აზრით, რაც მესმის აგულისხმობა ალბათ გაფიცვებს და სხვა ტიპის დაუმორჩილებლობის კამპანიის, ასე ვთქვათ, აპოლოგეტი ხარ გარკვეული გაგებით, გიორგი. ამის რამდენიმე მცდელობა იყო, ვერ ვიტყვი რომ ძალიან წარმატებული, ყოველ შემთხვევაში სხვაგვარი ფორმით ამის დაორგანიზებაზე საუბარი ღირს, აქაც საჭიროა დისკუსიის გახსნა ამ პროცესში ჩართული გონიერი ადამიანებისა, რა არის ამის ალტერნატივები, ესეც უნდა მოვისმინოთ და შემდეგ ყველამ ერთად აარჩიოს ის გზა, რომელიც უფრო მოხერხებულია. ერთი რამე დამატებაც მინდა კი არის, რომ რეალურად ჩვენ 4 ოქტომბერმა გვაჩვენა ორი რაღაც. პირველი, რომ არჩევნებში, რომელსაც ივანიშვილი ატარებს, იმ არჩევნებში მონაწილეობით, იმ თამაშში მონაწილეობით, შენ ივანიშვილს ვერ დაამარცხებ. თუმცა არჩევნები შეიძლება იყოს არჩევნების ტრიგერი რაღაც ნაწილის ფორმის. ხო, მაგრამ უღა ეს ცალკე თემა და მეორე, ხო, ცალკე თემა რო, ამიტომ ეს ცალსახად არ ღირს ხოლმე ამის ასე ხელაღებით ხსენება, იმიტომ რომ თავად არჩევნების, ასე ვთქვათ, როგორც მოვლენის არა, მე არ ვაკეთებ არჩევნებს, როგორც მოვლენ, ძალიან საშიში შედეგებს ივანიშვილის, ასე ვთქვათ, ბანკოს მაგი და დაჯდომა არ ვარგა. მეორე საკითხი, ასევე ინფანტილური დამოკიდებულება, რომ ეს რეჟიმი უცბად ჩამოიშლება 100,000 ადამიანი რო გამოვა ქუჩაში და ვიღაცა პრეზიდენტის სასახლისკენ წავა და ვიღაცა სხვაგან, ეს ასეც არ მოხდება. ანუ მშვიდობიანი რევოლუციას ესე ახერხებს. ანუ ამის შემდეგ უნდა ვისწავლოთ ამაზე და ვიზრუნოთ ტოტალური წინააღმდეგობის მოძრაობას. გიორგი რუხაძე, დიდი მადლობა მას სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი გიორგის დამშვიდობოთ.